მოდით დავთვალოთ ჩვენ კარტოფილი და სულიერი, შევქნათ ერთობა, მე პოეზია მისე დამღალა, რომ აღარ მინდა ურთიერთობა. ჩემი ლექსები თაუბროს დაგახვევს, ჩემი ლექსები გეამბორება. ცის მნათობების უხვიგოდება. მიყვარს ცის მნათობების უხვიგოდება. მოდით დავთვალოთ კარტოფილები. თუ გსურს არ ვიყოთ პედოფილები. ეს ექსპრომტი პოეზია ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩემია. აი ხო არ რაღაცა რა, ანუ ეს შენია და არის რაღაცა რაც არ არის შენი, ხო? ექსპრომტი პოეზია პირადად ჩემია. აი ნახეთ როგორ დედაშვილურად ვაკეთებ ამ მოძრაობას. ხმეთო ჩემო მიყვარს კარტოფილის თლაი. სხვათა შორის აი ესეთი დანით არ შემიძლია, არ ძალვიც. თან მე ხომ ცაცია გახლავართ და ჩემთვის ძალიან შეუვალია. ალბათ რამდენი გაეცინება ახლა ჩემ კარტოფილის თლაზე, მაგრამ რა მახსოვს იცი? სულ პირველად არ ვიცი რამდენი წელს ვიყავი. 15-ზე მეტის ალბათ და როგორც ჩემი ძმაკაცი კახა იტყო და ჟოპაროკი ვარ რა, ზოგადად და ეს რაღაცა ყოფითი რაღაცები არ გამომდის. ხო და 5 წარ კარტოფილს ვცქვნიდი დაახლოებით საათნახევარი, მე მგონი დედა ჩემს ქონა ხელი ნატკენი და თხოვა რომ კარტოფილი გავცქვენია. ხოცა საშინელება გავაკეთე იმენა და მაგრამ თუ მოინდომებს კაცია, აქ ნოდარი გწვაცია. ხა დავამუღამე რა შედარება რაღაც. ეხლა ალბათ ერთ საათში რა ვერთი 30 ცალ კარტოფილს გავთვლი. მაგრამ საბედნიეროდ არ მჭირდება 30 კარტოფილის გავცქნა. აი ჭითელი პომიდორი ნახეთ. კარტოფილია ხო კაი აი. გატირებთ. მე მიყვარს სვანური კარტოფილი სხვათა შორის, მაგრამ სცხონებულ მამაჩემს ჩამოქონდა ხოლმე სვანეთი და კარტოფილი, მაგრამ დიდი ხანია სვანური კარტოფილი არ მიგემნია. მაგრამ არა უშავს ახალციხისასაც დიდი სიამოვნებით შევექცევი. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. აგერ იქით ოთახში ჩემი შვილი გალობს. კირი ელეისონს. პატარა ენიბენი, ხო და ესე რა, ვერთობით ვჭამთ, ვსვავთ, ერთმანეთს ავჭამთ, რაც მთავარია. ნელ-ნელა მიიწევს ჩვენი ცხოვრება. რაც მთავარია ყოველთვის წინ და წინ თითო ნაბიჯით უკეთესობისაკენ. უფლის შემწეობით და წყალობით. ხო და ხა დავუმღამე რა, რომ ეს ვიდეოებს რასაც დებენ ხოლმე, ეს კოუჩები და ხალხი მოკლედ ვინც ცხოვრებას ინტერნეტით გვასწავლიან და შთაგონებებს ტვინში გვილაყებენ ტვინებს ამ შთაგონებებით. ეს ინტერნეტის ფსიქოლოგები და კოუჩები რა, $20 გაპიარებული ტიპები. ორი წიგნი რო წაიკითხეს და თავი გენიოსები გონიათ, ეგ ტიპები ყველა იმას აწვება, რომ არავის არ მოусმინო, საკუთარ თავს მიენდე, შენ თავს მოусმინე. ხო და ქრისტიანები ვართო რო კითხო მაგათ ყველას. უმეტესობა გეტყვის, რომ მე ქრისტიანი ვარ, ღმერთი მწამს კაცო. ოთ როგორ მწამს, ცი, აი გულში რა ვიცი რომ არის. ხო და ბიჭო, ქრისტიანობა არის რომ ხარ უფალზე მინდობილი. ყველაზე მთავარი და ყველაზე ცნობილი ლოცვა არის მამაო ჩვენო, ხო? ალბათ უკიდურეს მოურწმუნოსაც კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც იქნება წაკითხული მინიმუმ, თუ ზეპირად არ იცის, ხო და სიტყვით წერია მაგ ლოცვაში
საოცარ ლოცვაში. ესეთი სიტყვები რომ იყოს ნება შენი. ხო და თუ ღმერთს ეუბნები რომ იყოს ნება შენიო, მაშინ საკუთარ თავს როგორ უნდა მიენდო, ხო? ლოგიკურად ეგრე გამოდის. ამიტომ რა ვიცმაო, თქვენ შეიძლება უკვდავები ხართ და გენიოსები ხართ. მე ვინც ვიცი, ჩემს ირგვლივ და ხო 2 წლის ბავშვი არ ვარ, 33-ის ვარ. ვინც თავის თავს არის მინდობილი, ზოგადად ცუდად ამთავრებს ხოლმე. გონია რომ ყველაფერი, ზოგადად აი ის მომენტი ცხოვრებაში, როცა გონია რომ მე ვიცი, აი მაგას რო გააძრობ, ეს კაცო ვიცი, ვიღაცასთან რომ დიდგულობ, თუნდაც მეგობართან. ეგ კაცო ვიცი, რომ მოიცა გეტყვი ხა. აი მაგებს რო ჩითავ, ჩათვალე და მიხვდი რომ დარხეული გაქვს. მე დადგება ეგეთი ტიპი და კარმას დააბრალებს რაღაცა რომ ცუდი მოხდება მის ცხოვრებაში. ვიღაცა ღმერთს დააბრალებს და გაუნაცხენდება. ვიღაცა იტყვის ეშმაკი მებრძვისო. ხო და რეალურად შვილო, შენ თავს შენ თვითონ ებრძვი, შენ თვითონ ამუნათებ. და შენ თვითონ ინადგურებს სამწუხაროდ აი მაგას აკეთებ რა და რა ვიცი მეგობრებო, ყველას გირჩევთ რომ საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და საკუთარი თავის ფლობა ეცადოთ და ის არა რომ იმიშვი და ჩავიდგა და ჩავისხა და დავდგე და ეხა გიჟივით ვჭამოსო, ვიგულაო, ვიგრიალო. ეგრე არ არის ცხოვრება მეგობარო. სამწუხაროდ ვსაბედნიეროდ ეგრე არ არის. ხო და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ საქართველოში, ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ამ 33 წლის განმავლობაში, რაც არ მომხდარა. ბრმა საზოგადოება ისევ ბრმა არის. ბოდიშ და ერთი ადგილის მიმცემი საზოგადოება ისევ ერთი ადგილის მიმცემი საზოგადოება და ადამიანები რაღაც პატიოსანი ისევ ისეთი საწყალი და პატიოსანია, რომელიც სულ დაჩაგრულია და სულ ხელგაწვდილი და ეს გაღურებული ხალხი კიდე ვერ ძღება, ეგეც ყოველთვის ეგრე იყო. ხო და ნუ არაფერი აღარ მიგვრის რა. გამოვლინი მაგის დრო. უბრალოდ ხალხს იცი რა ერია? აი მიშას დროს, ვინც 12-13 წლის იყო, მართლა დააჯერეს, რომ მიშა მოვიდა რევოლუციით რა. ხო და ეხაც გონიათ, რომ მაგას იზავენ, ვერ იზავენ, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა ძალიან ჭკვიანია. ბატონი ბიძინას აქვს მუდამ გამბიტი. გამბიტი იცით რა არის? გამბიტი არის საჭადრაკო ტერმინი და ნიშნავს რას? როცა ადამიანზე, შენს მოწინააღმდეგე მოთამაშეზე, მოკლედ ის რო ერთ სულას გადადგავს, შენ 2 და 3 სulis შემდეგ იცი რას ითამაშებ. აი ეგ არის გამბიტი. და ბიძინა მიცის ეს ლოხები რაღაცას რო შვებიან 2-3 და შეიძლება 5 ნაბიჯის შემდეგ რა უნდა გააკეთოს უკვე წინასწარ იცის, ხო და უბრალოდ აი ტაბლეტები ვით არის რა ნელ-ნელა გვაწოდიან ამ რაღაცეებს, რომ ერთბაშად ხალხს საბოლოოდ აყლიოზი არ დაემართოს, იმიტომ რომ შეიძლება აგერ ნეპალში რაც მოხდა, ხშირად აჟღერებენ, ხო რომ ნეპალში რაღაცეები სამთავრობო სასწავლო რო დახოცეს მოკლედ რა. და ეს უხარია ზოგს, რატო გიხარია, შეკაი ადამიანო. იმ ნეპალელს არ უყვარდა თავის შვილი და თავის ცოლი. მერე რა რო ფულს იპყავდა მამენტ. ანუ ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ ღირს. ხო და აი ისე ნუ იზავენ, ბურჭულაძემ გააძრა. ისე ნუ იზავენ ნეპალიდან მეორდეს ბიჭო ნეპალელებს კიდიათ. აქ ვისა ბიჭო მაგისტრატი რო გქონოდათ თქვენ ვინც იქ აქციებზე იდექით.
9-ჯერ გადაატრიალებდით ბიზნეს, მაგრამ ჩემი ფეხები თქვენ ხართ ჩაჯმული ხალხი. რეალურად. ტრაკი ვარა გაქვს უნდა დააყინო. და ეხლა ცეკვა თამაშით კიდე სახელმწიფოებს ვერ აგდებენ რა. ცნობილი ფაქტია. იგით რამე არ მომხდარა. არც არასოდეს არ მომხდება. ხო რავი, ხა იური თონის საყვირები თქვენ არ გაქვთ რომ ანგელოზები დაგეხმარო დიდ რწმენაშიც არ ხართ ფაქტია. ვინც აქციაზე დგახართ. მომდ ვაფშე კიდიათ ეგ თემა და ვისი იმედი გაქვთ თქვენ გირჩის ჯაფარიძის იმედი თუ გაქვთ რომ მთავრობა შეცვლის ძალიან აგიცილებიათ და ნიკა გვარამიასია. უბრალოდ ორი გზა არის რა. ამდა დარჩე და შეირგო. მართლა რა, შეირგე რა შეჩემა რა. მართლა გიხაროდეს რომ ომი არ არის. არ გიუპატიურებენ ცოლებს და შვილებს. რავი, იგეც მაგარია რაღაც პონჩში და დედებს კიდე. შეირგე რა ცხოვრება თუ გინდა და არის მეორე გზა. დაახვიე. ან შენ თავზე ხელი აიღე და დაანგრიე. ეგრე. რეალისტი უნდა იყო. აი ეხლა 4-ში ჩვენ რისი აი რა. ანუ რომელიმეს მართლა ვჯერათ რომ ეხლა 4 ოქტომბერს რამე შეიცვლება. უკანასკნელ. ანუ სანამ ბიზნეს თვითონ არ მოუნდება წასვლა. აი მენა ტიპს თვითონ არ იტყვის რომ აი ხა აღარ მინდა და მაგას არასოდეს არ იტყვის. რა თქმა უნდა. სანამ ცოცხალია. მანამდე არ წავა იქ კაცი, არ არსებულია. თქვენ კიდე წევლეთ, კიდე აგინეთ, რაც კიდე ისაკეთეთ. ამიტომ ამას ამდა შეეგო, ამდა განერიდო, რა ზოგადად ეგრეა, იგივე შევეშო პოლიტიკას ვაფშე. არ მევასება მეზისება პოლიტიკა და პოლიტიკოსები. ტიპია რა. შენი ძმაკაცია. და არ ესმის შენი რა, შენ სხვაგან მიერეკები, ის სხვაგან რა მოხდება? დაკარგავთ ერთმანეთს, ხო? გაეცლებთ ერთმანეთს. ერთად ხო ვერ მოწუთ ბალახს. ვერა. ვერ იცხოვრებთ ერთად. იგარ. ამიტომ ან და მოხიო საქართველოდან. ან დაატრიკეთე და შეეგო ამ ყოფას. ყველაზე ბანძიერი ვართ. ბიჭო, თუ თვლი რომ ყველაზე ბანძი ხარ შენ, რა ჩათვალე. მე არ ვთვლი რომ ყველაზე ბანძი ვარ რა. ვინც თვლის ჩათვალოს, პრობლემა არ აქვს. ყველაზე გარყვნილიერი ვართ, ყველაზე ჯერ მარტო ისამა გზაამაყო. ყველაფერს თავიდან ვაფშე. რომ საქართველოს პორნო ინდუსტრია არ არის. აი პირდაპირ გაგებით ინდუსტრია რა, ეხა ბუზები ყველგან არიან. პორნო ინდუსტრია არ გვაქვს. რა ძალიან მაგარია. ანუ კიდე არის რაღაცა ნატამალი ადამიანობის შერჩენილი. და თუნე ხატია წერე თელი რატო დაიჭირეს ბიჭო. კაია რომ დაიჭირეს. კიდე ბევრია დასაჭერი მაგის გამო. ძალიან მიხარია იგივე რომ შესეს გვერდი მაქვს გამოწერილი YouTube-ზე და რო იჭერენ ბარიგებს. უნდა დაიჭირო. რატო არ უნდა დაიჭირო? რატო? იგენი არიან ჩვეულებრივი სატანის მოციქულები რეალურად. ასე რომ მოდით რა ძმურად თქვენ თავებს მიხედით. და ნუ ხვანცალებთ რა თქვენი ჭურმე რა. რამის ტრაკი თუ გაქვთ კიდე გამოდით და დაამტკიცეთ. Facebook-ზე დგანან და ერთმანეთს აგინებენ და აქციაზე გამოდიან და შენი დედა და შუათითების ჩვენებით რომ ამე იცვლებოდეს, რა ვიცი. კარგი იქნებოდა. თქვენ ემინემის ვამილი გაქვთ, მეგონი ძალიან ბევრჯერ ნანახი და ნაცქერი, ხო და ამერიკაში არ ხართ მეგობრებო, ვარც ჰოლივუდში მით უმეტესად. მომიტომეს აქ შუათითებით ჩვენება და რა ოლეოლა შვილო. წადი ორი წიგნი დაიკითხე. მერე ბიჭო დამიმუღამებია რომ აი ეს არხები რა რაც არის.
იმედი არა და დანარჩენები. Ჭვაი, ტელევიზია ხარ, ხო? რესპონდენტი ხო უნდა შეარჩიო, კაი ოჯახი შვილო. აი, ისეთ ხალხს არჩევენ, რომ ვერ კითხვა გიჩნდა, რომ უეჭველი ისინი ერთად ზოგენ, იმიტომ რომ ისეთ გონებაში ბრგვილ ხალხს არჩევენ. ისეთ უნარშეზღუდული აზროვნების ხალხს ალაპარაკებენ, რომ მე რომც ანთებული და გულით გინდოდეს აქციაზე გასვლა, აღარ მოგინდება იმენა ისეთი აი წყალწახებული სასტავი ბაზრობს რა. მე ფიქრობ, რომ აი ეს არის ამასთან ერთად უნდა ვიდგე? ხო, მაგასთან ერთად არ უნდა იდგე რა, იმიტომ რომ ასოციაცია ჩდება, რომ შენც ეგეთი ხარ რა და ეგეთი უმრავლესობაა პახოთ. და რა უმცირესობა, ანუ 10% კი არ დგას ეგეთი. რომელსაც სამშობლო კი არა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც მაგალითად ძალიან ისეთ ცნობილ პარტიაშია მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი და პირად საუბარში აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ ბიჭო, რავი, ომი რომ დაიწყოსო, თუ მეწოდინება რომ არ მოვკვდებიო, წავალო. და დღესდღეობით ტიპი რაღაცა სახელმწიფო და პოლიტიკა და უაზეხა ძალიან ისეთი მოხოდილი ტიპია რა. ლელოშია. ხო და ჯერ კაცი ბიჭო ხაზარაძეს რო ხმას მისცემ, მაგაზე ხარ მარტო დასაბრედი. და ხაზარაძეს რომ ზედამთვარე ამოგვდის. გავიგეთ რომ ფულს იღებ შეჩემო, მაგრამ ნამუსი ადამიანობა ხო უნდა შეგრჩეს, ოდნავ მაინც წვეთით მაინც, ხო? მე სხვებით განან ულოკავენ ამას. იმიტომ რომ ვიგო დააქვთ და შეიძლება ოდესმე დამჭირდეს ტიპია რა ეს და აბარა მეც დავასაფორთებდი ფული რომ მოეცა ჩემთვის. ანუ ყლე ხარ ჩვეულებრივი. რეალურად ეგ არის. შენ თუ სახელმწიფო ყველაზე კიდია გააჯვი მაშინ შენი ქვეყნიდან რა. ჩვენაც უხწამლავ და ფულის კეთება მომინდომეს აქ ბიჭო. მაშინ უღად მაშინ თქვი რომ ფულს ვაკეთებ ძმაო, სულ სიერზე მკიდია რა და აქ ლოზუნგები და ეს არ არის დემოკრატიული და რა დემოკრატიაზე ბაზრობს ბიჭო. 80%-ში იძლევით სესხებს. რა დემოკრატია. ერთხელ გამოსულა რომელიმე პოლიტიკოსი ანუ არა მთავრობის სასტავს თავი დავანებოთ, ფულს აკეთებენ, გასაგებია. რომელიმე ოპოზიციონერი პარტიიდან გამოსულა ვინმე და უთქვია, რომ ხელფასი გაზარდითო, რომელიმე გამოსულა და უთქვამს, რომ კაზინოები აიკრძალოსო, რომელიმე გამოსულა და უთქვამს, რომ ეს ტეხას მოტრების სისულელია და ხალხი მაინც ატარებსო, არა, რა თქმა უნდა. რატომ? იმიტომ რომ ფულს უნავენ, წელებს იღებენ. თემებშია ყველა ერთად ძოვს ბალახს. იჩაგრება საწყალი ხალხი მარტო. რომელსაც არანაირი პრასვეტი არ აქვს და ორნაბიჯი სპარში და ჩათლახ მაღაზიებში მუშაობს კონსულტანტად, დამლაგებელიც თვითონ არის, მოლარე ოპერატორიც, ეგ წონის, ეგ ფუთავს და რა ვიცი, ალბათ თავისი მენეჯერის ბავშვსაც ეგზრდის ხოლმე რა. უმღერის იავნანას მენეჯერის, რომელსაც 20 ლარით მეტია ხელფასი, მაგრამ გონია რომ 100 თავით მაგაზე კაი ტიპია რა. ვინც კონსულტანტია, ხო და ისაა მე მიდგომები არ შეიცვლება, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, ყველა იქნება ერთი ჩორტი. დამიჯერეთ მეგობრებო, ეგრე იქნება რა. ამიტომ მიაყენეთ ტრაკებს. დამშვიდით. მიხედეთ თქვენ თავს. თუ გინდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება იცხოვრეთ, თუ არ და ნახო იქენით. დამიჯერეთ ყველაზე ადეკვატური იქნება ეგ. ხელების ქნება და ფეხების ქნება კიდე ისტორია უკვე ნახო რომ ვერაფერს ვერ იძლევა კარგს რა. ისევ ჩვენ დავსაყალდებით. უბრალო ხალხი. აბა თქვენ იცით, სპოგან კარტოფილი გაგწკნილია. თავანი ჩაბარებულია.